ჩაშუშული არსებობს არამატო ხორცის, არამედ არსებობს სოკოსი. სოკოსი, რომელსაც უხდება კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. დღეს შემოგთავაზებთ სოკოს ჩაშუშულს. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის ვჭრით კუბიკებად კარტოფილს. აი ესე. დიდ კუბიკებად, რომ მე სოკოსთან ერთად დავშუშოთ. აი ტაფისთვის ბევრი აღდინდა, ამიტომ ყველას მიყვარდა ბავშვობაში ჩაშუშული ხა. არაო, არ თქვა და აი სოკოს ჩაშუშულს კიდე ისეთი გემო აქვს, ისეთი მაგარი გემოა კარტოფილთან ერთად, რომ არანაკლებია ხორცზე. მინდა გითხრათ ჩვენი დღევანდელი კერძის ყველაზე მაგარი ჩაშუშულის ინგრედიენტები ეს არის, როგორც თქვით, დავჭერე უკვე კარტოფილი, სოკო, რაც თავარია, ფერადი ბულგარული გაალამაზოს, აი ეს კერძის ფერები, მწვანე ქინძი, მწვანე ოხრახუში, ხახვი, ნიორი, დაბქული, დაღერღილი არა ბოდიშით, მშრალი აჯიკა, ტომატი, ცოცხლად შენახული პამიდორი და სუნელების მიქსი. სუნელების მიქსი, რომელსაც მე აუცილებლად შევიყვანთ ლამაზ გემოებში. ახლა მანამდე გავახუროთ ტაფა და გავასხოთ ზეთი. ზეთიც გვაქვს. ისეთი მარტივი გასაკეთებელია და ისეთი გემრიელი გამოდის, რომ ამ პერიოდში მე მგონი ყველას მოგვეწონება გაითვალისწინეთ კიდე რომ მარხვა არის და ამიტომ მე თქვენგანაც გაინტერესებს აზრი რა შეიძლება რომ მომზადდეს სოკოთი, კარტოფილით, რომ გემრიელი გემოები დაждდეს. სოკოსთან, კარტოფილთან ერთად დავჭრით სოკოსაც. თითქმის ერთი პერიოდი უნდა ჩაშუშვას, რომ ჩან ჩაიხარშოს და აი ესე ამასაც კუბიკებად სოკო ყოველთვის იშოვება და ყოველთვის გვაქვს ულებრივი ქამასოკო, განსაკუთრებული არაფერი. ზოგჯერ აკეთებენ კიდე ბადრიჯანთან ერთად, რომელსაც სოკოს და ბადრიჯანის აჯაბსანდალს უწოდებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში კარტოფილთან ერთად გავაკეთოთ ჩაშუშული და მაგასაც შემოგთავაზებთ. სხვათა შორის ეს ეგეც გემრიელია. დავაყაროთ. ეხლა ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ კარტოფილი და სოკო ერთად არ შეიძლებაო, არა, გატესტილია, გამზადებულია. ერთჯერ და აი მობრაწვამდე სანამ მივა, მანამ დავტოვოთ. მანამდე დავჭრათ ხახვი, ნიორი, აი ხახვი, უნდა იყოს ეს ალყა, დიდ ნაჭრები. და ნიორიც ხახვთან ერთად. ასევე დავჭრათ ფერადი ბულგარული, ყვითელი და ეს ყვითელი ბულგარული ძალიან გამიჭირდა მიშოვნა წინა დღეებში და ეხლა დღეს კი ვიშოვე. აი ეს ნახევარი გვეყოფა ამისთვის. თელიც ჩავდეხოთ. აჰა. თავისი სიკრე გამოიტანა სოკო. ეხლა ჩავამატებთ ხახვს, ნიორს და ყვითელ ბულგარულს. ამ ყველაფერსაც ცოტას ჩავახარშავთ და მერე გავუკეთებთ ტომატს და ცოცხალ პანკს.
აი რა მხიარული ფერებია. ეხლა ჩვენ უნდა ჩავამატოთ. აჰა, მოიბრაცა ლამაზად. ფერადად. ეხლა უნდა ჩავამატოთ ცოცხალი პომიდორი. ანუ დაჭყლეტი ცოცხლად შენახული. და დავამატოთ ცოტა ტომატს. პომიდორი თავის წვენს მიცემს და საკმარისია, მეტი არაფრის დამატება არ მოგვიწევს. აჰა. ამას ახლა გავუკეთებთ უცხო სუნას. ნუ და გამოვა არაჩვეულებრივი სამარხო სოკოს ჩაშუშული. ხავერდოვანი ფერებით. ეხლა ვუკეთებთ სუნელების მიქსს. ამაში არის ხმელი სუნელი, უცხო სუნელი, პაპრიკა. და მშრალი აჯიკა ცალკე გვაქვს. აჰა, ეს გავუკეთოთ. თლიანად. მშრალი აჯიკაც ცოტა ბევრი არა, იმიტომ რომ შემაწუხებელია მე სიცხარე მოურიოთ და ჩვენებურად მოვაყალოთ მარილი. ვაყრით მარილს 1-5-6 გასროლა აუცილებლად დასჭირდება ამ რაოდენობას. ესე არა. აჰა. აჰა. და იყოთ მე-6-იც. ჩემო ბატონო. აჰა, ეხლა დავტოვებთ 1-3-4 წუთი. და ჩვენი სოკოს ჩაშუშული კარტოფილით მზად. აბატონო. მანამდე დავჭრათ კინძი დავხრახუში. რომ მე ცოცხლად მოვაყაროთ თეფშზე. ცოტას იქ ჩავაყრი და ცოტას თეფშზეც მოვაყრი. ცოცხალი მწვანილი ტაფაზე მოვაყაროთ. ცოტა დავიტოვოთ თეფშისთვის. სოკოს ჩაშუშული კარტოფილით გამზადდა და გავსინჯოთ, აბა. როგორი გამოვიდა? ისეთი არომატი აქვს, ბიჭო. აია, აუცილებლად გასაკეთებელია. მართვაზე თუ ხარ, აუცილებლად უნდა მოინდომო და აუცილებლად უნდა გააკეთო. მარტივია. ბევრი არაფერი არ ჭირდება და გემრიელია. ამასობაში კიდევ დალაიქეთ, გამოიწერეთ და მიყვარხართ.